მოგესალმებით, დღეს ჩვენი გადაცემა არის ზოგადად თავისუფლება სიმართლეა. ბატონი გია კვაშილავას იცნობთ, მაგრამ სიამოვნებით მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ეს არის ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი, მათემატიკისა და ეკონომიკის დოქტორი. და აი როგორც იტყვია ნაღდი მეცნიერი. აი აგერ ახლა ორი დიდი მეცნიერი ხარ თქვენ აგერ და ბატონმა გიამ გუშინ ისეთი რამე გამოაქვეყნა რომ უნდა ვიამაყოთ ყველა ხომ? გამოაქვეყნა ის რომ საქართველოს 3000 წლის ისტორია კი არა ჩვენ სახელმწიფოებრივ 4000 ადასტუ ამაშვება ეს კაცი რომ ესე იგი ჩვენი ფაზისის აკადემია 1900 წლისა და არავით არის ყველაზე პირველი საგანმანათლებლო ჩვენთან არის რომ 2000 წლის 1700 წელია პრაქტიკულად ესე იგი აი მისი ხელობაში მაქვს ეკლესიის ისინი 1700 წელი და რაღაცა გამოაქვეყნა 2000 წელი გამოაქვეყნა ისეთი რამეები გამოაქვეყნა მან რომ ეს შეუძლია გაბედულ და სერიოზულ მეცნიერს გააკეთოს მე მას ბევრ ისეთ რამეზე ვეთათბირები და თქვენს და მასაც რომელიც შეიძლება თქვენ გაგიკვირდეთ ხანდახან მაგრამ მოაზროვნე ადამიანთან ურთიერთობას არაფერი ჯობს რა აი ორი პიროვნება რამდენ ქვეყანაშია ნამყოფი რამდენი ქვეყნის გამოცდილება აქვს თქვენ საერთაშორისო კონგრესების და კონფერენციების მონაწილე ხართ ყველაფერი გაიშიფრა რომ მათემატიკა თუ არ იცი ლექსსაც ვერ დაწერო ეს რომ მოდიოდა პლატონიდან და ძველი პერიოდიდან რომ მოდის გვიკვირდა და ეხლა ყველაფერი ამ კაცმა მათემატიკურად გაშიფრა ქართული ენის საიდუმლო ამოხსნა უამრავი რამ ეხლა ბატონი გიავს ხაჩორის მაშინ ქუთაისში სწავლობდა თვითონ სამეგრელოდან არის მაგრამ ძალიან ჭკვიანი და ძალიან კარგი ჩამოვიდა და ფიზიკა მათემატიკის ლიცეუმში სწავლობდა ბატონო გია ახლა ბუნებრივია თქვენ სწორად ბრძანეთ ხშირად და სწორიც არის რომ პირველი უნდა იყოს მეცნიერება, შემდეგ რა თქმა უნდა განათლება, ნუ უბრალოდ პრინციპში ერთად, მაგრამ უნდა იწყებოდეს მეცნიერება. თქვენ როგორ მიგაჩნიათ? ბოლო წლებში ახლა შედარებით მოკლედ წინას ხელისუფლება, დღევანდელი ხელისუფლება მეცნიერებას ხელი შეუწყო განვითარებისად, რადგანაც დაუშვათ საქართველოს ცნობილია 3 მსოფლიო დონის სკოლით, ეს მათემატიკური მუსხელიშვილი ვეკუა, ფიზიოლოგია ბერიტაშვილი და უზდაძე განწყობის თეორია და ასევე ბოლო დროს რა თქმა უნდა ქართველი ფიზიკოსები განსაკუთრებით, მაგრამ უცხოეთში დიდ მიღწევებს ესე იგი მიაღწიეს ხელს უწყობდნენ და დღეს ეს რეფორმა რომელიც ჩვენ ბოლომდე არ წაგვიკითხავს რადგან არსად გამოქვეყნებული არ არის მაგრამ კულუარული ინფორმაციით მოდის ხელს შეუწყობს თუ არა მეცნიერების განვითარებას და ნუ ამ შემთხვევაში კიდევ მასთან ერთად უმაღლეს სკოლის განვითარებას პირველად დიდი მადლობა ბატონო თემურ მე ცუდი თემური გინახავს მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ბატონი თემური როგორც ბრძანეთ მათემატიკაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგური და ციტირებადია და მასთან მუშაობა არის დიდი ბედნიერება როცა დიდი მაღალი რანგის მეცნიერთან მუშაობ საერთოდ სუსტ მეცნიერთან არ იმუშაოს უნდა კაცმა დიდ მეცნიერთან როცა მუშაობ ძლიერი ყალიბდება მათემატიკაში ხამლეთ ბელაძესთან მეგობრობ ფიზიკაში ჯიბლაძესთან ლომები სიძლიერე მოდის სიწმინდიდან სულთა ურთიერთობაში ყველანაირად ასე თქვენთან მინდა ვთქვათ რომ პოლიტიკურად მე თქვენ შესახებ ვიცი ყველაფერი ბავშვობიდან და თქვენ რადგანაც ახლა ბრძანებდით ამ ახალგაზრდაზე ივლიანი ნაჭრებია გახდათ ჩვენი სკოლის დირექტორი ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ეს მდებარეობდა ქუთაისში ესე იგი სოფელი ჭომა რა ქუთაისთან ახლოს თელი ჩემი ბავშვობა იქა მაქვს გატარებული და ის რაც მე მივახციე რამე ცოდნას მათემატიკის მიმხრებ ამ სკოლის დამსახურება მშობლები რა თქმა უნდა ფიქრობდნენ და ეს შედგა ეს საკითხი მაგრამ მას სჭირდებოდა შემდეგ გაგრძელება მეცნიერებაში აი ახლა რადგანაც ბატონმა თემურმა ბრძანა მე
ასეთი აზრი გამოვიტანე ისტორიული მასალების დაკვირვებიდან გამომდინარე. ფაზის აკადემიას არავინ არ ახსენებს არსად. არაფერი პრობლემა არ არის იყართოსა და გელათის აკადემია, რა თქმა უნდა ეს 1000 წლით გვიანა, მაგრამ ფაზის აკადემია უნდა იცოდეს სახელმწიფომ, ეროვნულ აკადემიამ განსაკუთრებით, რომ იქიდან იწყება პირველი განათლება მეცნიერების მხრივ, ანუ პირველი ჩვენ ყავდა ქრისტიანი მეცნიერი მარკიონ ფაზისელი. ჩვენ კიდევ შორს წავედით ბატონმა თემურმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა სამეცნიერო სესია, სადაც წავიკითხეთ მოხსენება პელას პითაგორას შესახებ. ადამიანებს არ უნდა სიახლე და ამ სიახლეს გონიათ რომ მე თვითქოს რაღაცას ვიგონებ. სადღაც ბატონმა თემურმა იცის რომ მუზეუმებში, ბიბლიოთეკაში და ისეთ დახურულ ფონდებში, სადაც შეღწევა ადვილი არ არის, ღმერთის ნებით ეს შეღწევადი გახდა და იქიდან ამოღებული ლათინური ბერძნული ტექსტების წერილი ქართულებში დაწერილი კი არ არის, რომ მისი წარმოშობა პელასგურია. აი ამიტომ მეცნიერებას ექცევა თუ არა ყურადღება საქართველოში. რომელ მეცნიერს, მაგალითად მე ამ შემთხვევაში მომისმინეს რომელმა სახელმწიფო ორგანიზაციამ ეროვნულ აკადემიის გარდა, ეროვნულ აკადემიასთან იქიც კიდევ ძალიან რთული იყო ამ 2020 წელს, მის შემდეგ საერთოდ არავის არ მოусმენია რომ გითხრათ, იმიტომ ეს გონიათ რომ ეს არის ციდან ჩამოვარდნილი. ვიღაცების ხაპრებს რომ მოყვებიან, ასეთი ამბავია. სამწუხაროდ ჩვენ ძალიან დაბალი აღქმის უნარი გვაქვს, მეცნიერების დონე მაღალია ჩვენთან, მაგრამ ერთმანეთის დანახვის, შეფასების, შრომის დაფასების უნარი დავკარგეთ ჩვენ. ამიტომ თუ მეცნიერებს შორის ეს თანხმედრა არ იქნება, ჩვენ სუსტად აღვიქვებით და ამიტომ სახელმწიფოს წარმომადგენლები არ გვეძახიან. ეხლა პროექტად დაკავშირებით. ეს პროექტი საერთოდ არ არის დაწერილი ჩემი აზრით ბატონო არაფერი ჯერ. საერთოდ არ არის დაწერილი, მე ასეთი დასკვნა მაქვს. ახლა მიმდინარეობს შეთანხმებები უნივერსიტეტებთან, კანონი მიიღეს შეცვალეს რომ ეს მიიღონ. ანუ იქ პროექტია რაღაცა, მე ბოდიში ახლა ამ საკითხებში ვერ ყვევი, მე უფრო ვერ ყვევი იმ პარლამენტის საიტზეც არ იყო გამოქვეყნებული. თორემ რა პრობლემა გამოქვეყნების? რა პრობლემა არის? ახლა უთანხმებენ უნივერსიტეტებს, ისე სხვათა შორის ბევრ რამეში მეც ვეთანხმები რომ ამდენი იურისტი ჩვენ არ გჭირდება. არ არის საჭირო მათემატიკოსიც ამდენი რაოდენობით არ რაც ჭირდება სახელმწიფოს იმ დოზიდან იყოს, მაგრამ კითხოთ ვინმეს კარგი იქნება. მოვიდნენ, შეხვდნენ ფაზის აკადემიას, ხუბა ფაზეთის მეცნიერებათა აკადემიას, მეცნიერთა კონგრესს, შეხვდნენ ჩვენ იქით მივიდეთ კი არა, იყო სპეციალური ადგილი, სადაც ნეიტრალური ადგილი. ჩვენ კი არ მივიდეთ განათლების სამინისტროში, მეცნიერების სამინისტროში, არამედ სადღაც გაიმართოს ღონისძიება. გამოვიდეს ჩვენ კითხოთ, სხვათა შორის ჩვენ კითხვებსაც ვერ ვსვამთ, ბატონო თემურ. ანუ მეცნიერები ვერ სვამთ კითხვებს, ვერ ვეუბნებით შესაბამის იმ ადგილის მქონე პიროვნებას. ცოდვის გამო კი არა. ყველას გვერიდება, მაგათად მე მერიდება, იმიტომ რომ ვიღაცას შეურაცხყოფა არ მივახენო თავიანთი აზრით, ანუ ეს არ უნდა იყოს, ეს პროცესი უნდა მოიხსნას, იმიტომ რომ კითხვა უნდა იყოს ზუსტი, რომ იმას ზუსტად უნდა გიპასუხოს. ის იქიდან მომსვლელი კაცი, ვინც არის, ის უფრო ძლიერად ხედავს თავის თავს და ამიტომ ძალაზეა ყველაფერი. ეს არ არის მეცნიერება, ეს არ არის განათლება. ასე საქმე არ წყდება, არანაირი რეფორმა ბატონო თემურ მე აი რაც 30 წელია თუ 35 წელი არ ყოფილა. ის რეფორმა რაც არის, ეხლა რაც ამას ამბობენ, თუ ეს მართლა სრულად იქნა გაკეთებული ეს ბაზარ, ესე იგი სამუშაო სისტემიდან გამომდინარე რამდენია იურისტი საჭირო, აი ამას თუ ნამდვილად გავაკეთებ და ან რომელიღაცა უნივერსიტეტი კერძო არის, ან სახელმწიფო განვითარების სწორი პოლიტიკა საჭირო იმისთვის, რომ ესე იგი კონკურენცია წამოვიდეს. არ 19 უნივერსიტეტი გვჭირდება ჩვენ. ჩემი აზრი ასეთია ბატონო თემურ, მე ასე ფიქრობ. თუმცა ეს აზრი შეიძლება
ყველას არ კონდეს და არც ეთანხმებოდეს. აი პარიზის, ანუ სორბონის უნივერსიტეტი. პარიზში ძირითადად სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველაფერი ერთად არის წარმოდგენილი სორბონის უნივერსიტეტში არის გაერთიანებული მას ყავს დაუშვათ ასე ვთქვათ პრეზიდენტი მართველი აი როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტს მე ფიქრობ ესე იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამედიცინო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი და კიდევ თუ არის რომელიმე სახელმწიფო ილიას უნივერსიტეტი ხო ეს უნდა გაერთიანდეს ერთ სისტემის ქვეშ და ერთ სისტემის ქვეშ და უნდა ყავდეს ჩემი აზრით პრეზიდენტი რომელიც ამას მართავს თუ ეს შესაძლებელი იქნება ერთი ის რასაც ამბობენ თბილისში იყოს ერთი ფაკულტეტი ეს განხორციელებულია თავისთავად საქართველოში ეს ორგანიზაციები ეს ინსტიტუტები უნივერსიტეტები დასაწყისში ასე ჩამოყალიბდა და მე ფაკულტეტებად გაიყო და აი ეს არ უნდა იყოს საწყენი აი ეს თუ გააკეთა სახელმწიფო ახლა ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი რექტორი ყავს სამედიცინო უნივერსიტეტს ახლა რაღაცა გაუგებრობას გამოიწვევს ხო ეს ხერვას მაგრამ სახელმწიფოს სჭირდება მართვადი სწორი და სტუდენტზე და მეცნიერზე მიმართული სასწავლებელი აი ეს თუ გააკეთება კი რეფორმა სწორედ იმაშია რომ მეცნიერებს უნდა მოусმინონ თუ ამ დარგის გამოცდილი ადამიანს არ გეკითხებიან საერთოდ მე არც ერთ ნაწილში რატომ არის ფაზისის აკადემია 1900 წლის არავის არ უკითხავს ბატონო თემო თქვენ მეკითხებით და აკეთ ბატონო თემო 4000 წლის რომ ქართული სახელმწიფო რომელმე მკითხა რატომ არის სხვათა შორის ერთი კარგი კაცი არის რომელმაც მე არ მომასვენა ბიზნესმენი კაცი იყო ახლა მისახედებად დავასახელებ და იმან ითხოვა წინა პრეზიდენტისგან რომ შეხვედრა ყოფილიყო და ნუ ახლა რადგანაც ამ კაცმა მთხოვა მე მივედი ვერ გაიგეს ზოგადად რაშია საქმე მე რატომ მოვედი და რა ვთხოვდი შეიძლება დღევანდელმა პრეზიდენტმა გაიგო არც პრემიერ-მინისტრი პირველი რომელიც იყო ეს იყო ხარიბაშვილი მეორე გახარია ვერც ერთმა ვერ გაიგო ეს კაცი რას თხოვლობს ვეუბნები რომ წერილობითი ძეგლების მიხედვით დაწერილით თიხის ფირფიტებზე წერია რომ ეს სახელმწიფოს ამ წინარე პერიოდში ქონდა სახელმწიფო რა მეთოდით ეს მეთოდი დაამუშავა 3000 წლის სახელმწიფობრებისა აკადემიკოსმა თამას გამყრეძე აკადემიკოს თამას გამყრეძე გონია თუ რომ ეს არის ჩვეულებრივი მეცნიერი ეხლა გარდაცვლილია და აცხონოს ღმერთმა ეს იყო ძალიან მაღალი დონის მეცნიერი რომლის სიტყვას ყოველ წინადადებაში სიტყვას ჰქონდა თავისი ადგილი არც ზედმეტი არც ნაკლები ასე ესე სკრუპულოზურად დამუშავებული კაცმა ვერსია ჩააბარა ვარიანტი ბატონ ედუარდ შევარდნაძეს და ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს 1999 წლის 19 იანვარს და ეს დოკუმენტი ბრძანებაც არსებობს, მაგრამ მე არ შესრულდა 3000 წლისა. იგივე მეთოდი ჩვენ შეგვიძლია 1000 წლით დაძველეს. რატომ? თუ ნამდვილ სახელმწიფოზე აქვს საუბარი, კითხონ კაცო, რა თქვენ რატომ გებადებათ ინფორმაციის ესე იგი არ გავრცელების პრობლემა ხო არ არის Facebook-ზე, ტელევიზიაში თქვენთან უკვე მესამე წელიწადია ამას ვაჟღერებ. ყოველ კონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაცია სამეცნიერო ეროვნულ აკადემიაში მოხსენება გავაკეთე და ეგონათ რომ მე ვითხოვდი ამას რომ თქვენ მე მხარი დამიჭერეთ და ტაში დამიკარით. ამას კი არ ვითხოვდი კაცო. თქვენ იფიქრეთ რომ ამ გზაზე დადგეთ. ვერ გადარჩება ვერც ეროვნულ აკადემია. ფაზის აკადემიას აქვს ეს ლოზუნგი. ჩვენ ფიქრობთ მომავალზე, ჯერ ერთი წასული დიდი გვაქვს 1900 წლისა. სახელმწიფო 4000 წელი ესეთი ლოზუნგი გვაქვს. ლოზუნგი იმ თვალსაზრისით რომ ნამდვილი რიცხვით მონაცემებია მეცნიერება თუ პითაგორა და ნავთლით 2500 მინიმუმი წელია და ესე იგი 2000 წელს აღნიშნავ სარწმუნოებას არაოფიციალურს ანუ მეფების და დედოფლის გაქრისტიანების სხვათა შორის მე უნდა ვთქვა რომ რატომ არიციან ეს წლებიც კიდე მიგვეს რომ წიგნი არსებობს 1895 წელს გამოცემული ქართულად და ფრანგულად სადაც წერია რომ 324 წელს
დაქრისტიან და საქართველოს ოფიციალურად რატომ აღნიშნავთ ესე იგი მომავალ წელს ეს ვერ გავიგე 1700 წელი უკვე გასულია. კარგი, ეს არ არის ახლა ერთი წელს მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ საქართველოში ქრისტიანული თემი იყო, განსაკუთრებით შავიზღვისპირეთში და ყავდა ეპისკოპოსები. ახლა არ იყო სახელმწიფოსგან გამოცხადებული ახლა ბეჭე დასმული და დოკუმენტში გაფორმებული ხო არ არის ესა? აქედან უნდა ვთვალოთ. ამიტომ ჩვენ ამას ვამბობთ, ანდრია პირველი წოდებული, რომ საქართველოში ჩამოვიდა, მიზეზი რა იყო? არავინ არ იცის. რამ გამოიწვია? იმიტომ რომ ფაზისის აკადემიის დამფუძნებელ მარგიონ ფაზისელის მამას ერქვა პალმოსი, ის დაიბადა სინოპში, დღევანდელი თურქეთის პონტო, ანუ ლაზეთის მხარეში, ის იყო პირველი ეპისკოპოსი და ის მოინათლა უშუალოდ ანდრია პირველი წოდებულის ხელიდან. ამ ორმა ადამიანმა, პალმოსმა და რომის პაპი, რომელიც არჩეული იყო, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ებრძოდა რომი, მაშინ ის გადმოსახლებული პაპი კლიმენტ პირველმა ერთად აღაშენეს გურია და სამეგროში. ახლა გურია და სამეგრო მაშინ ასეთი სახელით არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საქართველოს საეკლესიო ისტორიის წიგნებში, კარბელაშვილების ცნობილი წიგნებიდან და სხვა წიგნებიდან წერია, რომ გურია სამეგროში 70 ეკლესია აღაშენეს. ეს ყველაფერი ტყუილია? მე ხო არ დამწერია ეს. აი, მეცნიერება ეს არის. მეცნიერება ის არის, რომ მეცნიერი უნდა იждდეს სამეცნიერო მიმართულებით ბიბლიოთეკებში და უნდა ეძებდეს იმ დახურულ ფონდებში. ახლა თქვენ ნახეთ აქედან განსაზღვრებით, მე მინახავს ბევრი ისტორიკოსის ნაწერი, ერთმა შეცდომა დაუშვა და გადაწერა შეცდომიანად და ეს შეცდომიანი მასალა ვრცელდება ყველგან. გუშინ დავწერე თქვენთან რომ სკოდათ შეხვედრა, უბრალოდ დიდი ხანია ბევრ რამე მასალა ნანახი მაქვს, მაგრამ შინაურ საუბრებში კი გეუბნებით, მაგრამ გუშინ მოვინდობენ რომ Facebook-ზე მამით დამეწერა რაღაცა. ანუ ჩვენ ვიცით რომ ქრისტეს უფლის კვართის ჩამობრძანება რაღაც სხვადასხვა მოსაზრებების მიხედვით და ჩანაწერებიც არსებობს საეკლესიო, მაგრამ მეორე ვერსიაც არსებობს, რომ ქუთაისში დაბადებულმა იმან რა ქვია კაცმა ლონგინოზმა, რომელიც სავარაუდოდ მე არ ვიცი ახლა ზუსტად ეს დოკუმენტები არ არის, ყველაფერი გუშინდელი ამბავი გაურკვეველი, მაგრამ გადმოსახლდა მცხეთაში, სოფელ კარსანში და ეს კაცი ებრაელი კი არ იყო, ქართველი კაცი მსახურობდა სამხედრო ჯარში რომში. და პილატე პროკურორთან და ის იყო ასისტარი. წმინდა ლონგინოზი არის გამოცხადებული და გონია რომ ჩვენ ებრაელია. ეს კაცი არის აქაური, ნუ რა თქმა უნდა იქ წავიდა, დაბადებული ქუთაისში, კარსანში გადმოსული. ეხლა მე ამას ყვები, ნუ კარსანში როგორ გადმოვიდა ეს მე არ ვიცი, მცხეთის რაიონში და ჩვენ ვიცით რომ ებრაელმა ესე იგი ებრაელი ამ შემთხვევაში ეროვნებაზე კი არა, რომელიც მეორე წერილობით წყარო რომელიც არის. ეს არის ვინც იუდაიზმურ რელიგიას მისდევს. შეიძლება ქართველიც ყოფილიყო ის და იუდაიზმში ყოფილიყო. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ზუსტად ვიცით 1246 წლის დაწერილი დოკუმენტი. სხვათა შორის ეს დაწერილია ჩვენს სამხრეთელ ნაწილში. ოღონდ სირიაშია დაწერილი და იმის ენაზეა დაწერილი. ჩვენ ამის სომხური ენის სპეციალისტები ძალიან კარგები გვყავს და ეს იციან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ვერსია ჩვენ არ ვიცით. ხო და ეს წყაროები პირველად მარი ბროსემ გამოაქვეყნა. მარი ბროსეს ჰქონდა წვდომა ამ წერილობი ძეგლები, რომელიც ინახება პარიზში. ეს პარიზში ინახება. მე თავად ვნახე ეს წერილობი ძეგლები. არ დაუჯერე არც მარი ბროსეს, არც ნიკო მარს ცალკე წიგნი აქვს დაწერილი უფლის კვართზე და მთელი ამბები აქვს ამაზე გარჩეული, რა თქმა უნდა, რუსულად. ყველაფერი მე გადავამოწმე, რაც შეიძლებოდა ამ წერილობი ძეგლებში გავყოლოდი. რა თქმა უნდა, წერილობი ძეგლები ყოველთვის განსხვავებული ასს იძლევა, მაგრამ ეს ვერსიაც ნამდვილად არსებობს. აი ეს არის ჩვენი შეხედულება, ჩვენი ხედვა მეცნიერების განვითარებისა და რისი მრჩეველია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია უნდა გამოკვეთოს სახელმწიფომ, რომელ დარგში ურჩია. ჩვენ მაგალითად ფაზის აკადემიას ახლა გვექნება
ესე იგი საჯარო მოხსენება ანგარიში სანგარიშო მოხსენება 26 დეკემბერს თქვენ მოწვეული ხართ ტექნიკურ უნივერსიტეტში იქნება 3 საათზე ჩვენ წარმოვდგენთ რაც შეიძლება 1 საათის ფარგლებში რა გავაკეთეთ 22 წლიდან 2022 წლიდან 2025 წლამდე თუ ასეთ საანგარიშო სისტემას არ წარადგენს სახელმწიფოს წინაშე ორგანიზაციები სახელმწიფო უნივერსიტეტია მეცნიერებათა აკადემია მაშინ სახელმწიფო მე ვფიქრობ რომ არ უნდა ანაზღაურება არ უნდა გაუკეთოს მე ასე ვფიქრობ ბოდიშს ვიხდი ყველაფრისგან მე ასეთი კაცრი არა ვარ მაგრამ ეგია მადლობა მეგობრებო მართლაც თქვენ ნახეთ სასწაულიანები მომისმინეთ კაცო მიუხედავად იმისა რომ დღეში რამდენჯერ მივხვდებით და ვისმენ მის ყველა გადაცემას აგე ბატონი გია არის მართლაც სინერგეტიკული მეცნიერი ოი ორთავე მკითხოთ ჩვენ ერთი რომ აი რომელი ინგლისში ხარ არქივები თუ მუზეუმი 46 ქვეყნის განსაკუთრებით ევროპის ყველა დახურულ ფონდში ვარ ნამყოფი ხო ერთ მაგალითს მოვიტან ჩვენ 23 წელს ბატონო თემურ ბატონ გიასთან ერთად ვიყავით ჰერაკლიონში ეს კრეტის დედაქალაქია უბრალოდ თავარი ქალაქია იყო საერთაშორისო ესე იგი კონფერენცია მათემატიკურ მოდელირებაში და რიცხვით ანალიზში და მსოფლიოდან იყო 500 მოხსენება საქართველოსთან მარტო ჩვენ ვიყავით და ეს არ არის კიდევ თავარი, ესე იგი ჩვენ იქ რაღაცა შუალედები რო გქონდა მუზეუმში დავდიოდით, მე ერთხელ მივწავედი 4 საათი ვიარე, რაც ჭირდებოდა მათ შორის ფესკო-დისკოს ესე იგი კოპია რაღაცა. მაგრამ ეს როცა კი ყველანაირი მეორე ერთი კვირა ვიყავით, მეორე მესამე დღეს თქვათ იყო ჩვეულებრივი, რაღაცა შესვენებები იქ მიდიოდა და მარტო იქ ერთი კვირის ყოფნის დროს 4 ჯერ წავიდა. აქ პარალელურად კონფერენცია იყო. და ახლა წარმოდგენილი მაქვს, როცა მარტო დადიოდა ეს იმიდან მუზეუმიდან არ გამოდიოდა. ბატონო თემურ, ორიგინალში კითხულობთ ხო ბევრი იმას? ყველაფერი ორიგინალში, არ ვუჯერებ ჩემი მე რო ვიცი ეგერთია, მაგრამ მე ამას გეკითხებით, იმიტომ რომ ბატონო თემურის დამეტახება რომ მე მინდა საზოგადოება მიცოდეს, რომ აი როგორი ხალხი ვყავს ჩვენ და აი როგორი რას ნიშნავს აი ეს თქვა მეცნიერებაზე დაკვირვა. აი თქვათ ორიგინალში მუშაობდით სად? ის ნაწერები, წერილობითი ძეგლები პარიზში, რომელიც ინახება დახურულ ფონდში, ეს ყველაფერი მე თავად მაქვს ნანახი, ჩემი თვალით და გადაღებული მაქვს ფოტო. ყველა მაქვს. მე ამუშავებს ამას და მე მეორე მინდოდა მეთქვა კიდევ რომ ილია ვეკუა როცა გახდა უნივერსიტეტის რექტორი მან პირველად მოიძია ვინ არის ახალგაზრდები მეცნიერები და ასე ამოარჩია ილია ვეკუამ აკადემიკოსი გახდა ეს კაცი, ახალ გარდაიცვალა წელს რისმა გორდეზიანი. აი ეს უნდა მოქმედებდეს რექტორი. მე ყველა, აი მაგათად რომ სადაც მუშაობთ, ფაზის აკადემიას ოფისი არ აქვს, იმიტომ რომ ვინც იყვნენ ხელმძღვანელები, ის დიდი ინსტიტუტების ხელმძღვანელები იყო და მაშინ კომუნისტების პერიოდში ვინ მიცემდა ფაზის აკადემიას. არავის არ მოუკითხავს, რა თუნდა ამ ფაზის აკადემიას კონდეს პატარა ოთახი, ჯერ ერთი ჩვენ შვილობილი ორგანიზაცია ვართ 1974 წელს. ისეთმა აკადემიკოსებმა დააფუძნეს ფაზის აკადემია 1974 წლის 29 ივნისს, რომლებიც ყველა იყვნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში და ეს დოკუმენტი დებულება ეროვნულ აკადემიაში ინახება. ამიტომ ეროვნულ აკადემიამაც უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ფაზის აკადემიას ხელი შეუწყოთ ჩვენ ისტორიულად ვაგრძელებთ იმ გზას. რა თქმა უნდა, ფაზის აკადემიას რაღაც პერიოდში პრობლემები ჰქონდა და არ იყო ის მდგომარეობა, მაგრამ ახლა უკვე შედგა, სადაც თქვენ დაასახელეთ ადამიანები, ის ჩვენი წევრები არიან. ეხლა მე მინდოდა ხორბალზე და ღვინოზე გვეთქვა. ორი ადამიანია ჩვენი წევრი. ბაკურ გულვა, რომელიც მინისტრი იყო და პრემიერ-მინისტრის შემდეგ, მან ხელი შეუწყო ორგანიზება გაუკეთა ამ ხორბალსთან დაკავშირებით და ეხლა კულტურის სამინისტრო თელი სახელმწიფო ამით თავს იქებს რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ. რა თქმა უნდა გააკეთო, ხელი უნდა შეუწყო, მაგრამ აქ არის კიდევ სხვა მიმართულება, რომელსაც სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ 400 წელი. ეს ხელშესაწყობი ეს მეცნიერულად კი არის, მაგრამ იუნესკომ რომ აღიაროს, რატომ აღიარა იუნესკომ ხორბალი? იქვე იმ დოკუმენტში წერია, რომ ეს დაუცველია ეს ხორბალი, დასაცავად აკეთებს. და ასევე 5 ელემენტია შეტანილი ქვევში ღვინის დაყენების ძველი მეთოდი. ეს კაცი ცოცხალი ყავდა, წელს გარდაიცვალა, ახლა აღარ მინდა რომ
ბატონ თეიმურაზ ღლონტი ფაზის აკადემიის წევრი იმან იმუშავა სხვა რა თქმა უნდა ღვინის კომპანიასთან რომელიც სახელმწიფოსთან ერთად ეს ავტორიტეტი იყო ეს კაცი მისი სახელობის ქვევრი არსებობს კაცო იმაში რა ქვია კახეთში ერთ-ერთ ეპარქიაში ეს ადამიანი ისე გარდაიცვალა კაცი შვილი არ მოსულა მის ახლა წელს გარდაიცვალა ეს დაფასება ჩანს ამ ხრივ მე ყველაფერს ვაკვირდებ და ყველაფერს ხედავ ყალბი მოქმედებები არ შეიძლება იმიტომ იღუპება ეს ყველაფერი ერთად დაგროვდა 35 წლის განმავლობაში ერთმა ჭრა მეორემ სხვანაირად შეჭრა ეს არც პოლიტიკა არც მეცნიერება არც განათლება ეხლა მე მინდოდა კიდევ მეთქვა რომ ეს ხუთი ელემენტი რომელიც არის ესე იგი ჭიდაობა ქართული ჭიდაობა ღვინის უძველესი მეთოდი ხორბალი თაფლიც არის გასაკეთებელი ფუტკარი მაგალითად და არის კიდევ რაღაც ამაზე იცინოდა ეროვნულ აკადემიის აკადემიკოსები ადრე ქართული ღვინო რომ 8000 წელია როცა ამერიკის ეროვნულ აკადემიაში დავით ლორთქიფაინძე მოიწვია ამერიკელი მეცნიერები შეიძლება დავით ლორთქიფაინძე ვიღაცას არ მოწონდეს ეს გასაგებია მაგრამ მან შეკრა ეს ჯგუფი და ეს კაცი ახლა ხან გარდაიცვალა ეს ამერიკელი აგვისტოში მაკოვერნი რომელმაც ეროვნულ აკადემიაში ამერიკის ეროვნულ აკადემიაში გამოქვეყნდა ეს დოკუმენტი თუ არ გამოქვეყნდება თქვენ საფრანგეთი ვერ გაღიარებდათ ღვინის სამშობლოდ იმას აქვს პრეტენზია რა ღვინის სამშობლო ქონოდა თავიდან გასაკეთებელი როცა მე თავად მაქვს ნანახი 1895 წელს გამოცემულ წიგნი ლონდონში არის გამოცემული სადაც საქართველოს პირდაპირ წერია ღვინის სამშობლოა 1895 წლის რა თქმა უნდა გასაკეთებელია ეს ყველაფერი ამის გარდა რუკებია გაკეთებული ბლეი იყო ასეთი მეღვინე კაცი რომელიც ამერიკაში მოღვაწეობდა წიგნი აქვს დაბეჭდილი რუკაზე საქართველოსთან მცელდება თეულწოფლიში რამდენჯერ ვაჩვენეთ თქვენს ტელევიზიაში რამდენჯერ წავიკითხე მოხსენება რომელმა ეს აღიქვა ეს მეორე პრობლემაა რომ ვერ აღიქვა მეცნიერი რომელიც ვერ აღიქვამს მეორე მეცნიერის შრომას და იქ რაღაცას უწუნებს ყველაფრის ესე იგი გალამაზება და სრულყოფილება არ ხდება მეცნიერებაში ის დრო და პროცესი ხდება შეიძლება სადღაც მოიკოჭრებს მეცნიერი ამ ჩამოყალიბების პროცესში ხო და ხელის შეწყობა არ არის აი ესა მეცნიერება არის ამის მოცემულობა ჩვენთან არის ის მეცნიერები რომლებიც ამაზე ფიქრობენ ან ისინი ეკითხებიან განათლების სამინისტრო ამ მეცნიერებს რა აზრი აქვს ეს ჯაბა ასე მე რატომ თქვი რომ ჯერ არ არის დაწერილი ჩონჩხია მაგრამ უნდა შეევსოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მიდის და ვერ ეუბნება განათლების მინისტრს და მოადგილეს რომ რატომ ჭირდება მე ეს დარგი აქ უნდა დაუსაბუთოს ვერ ასაბუთებს იმიტომ რომ არ იცის ეს დარგი გამოყენებითი მათემატიკა რომ საქართველოში სოხუმის უნივერსიტეტში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშია ეს მნიშვნელოვანი ამან რექტორმა კი არა თელი შესაბამისი სისტემა არსებობს ამისი ციტირების ინდექსი აქვს ბატონ თემურ ჩილაჩავას 1170-ია ეს პატარა რიცხვი ხო არ არის კაცო ასევე სკორბუში ვებსაიტში აი ამ კუთხით უნდა იყოს განსაზღვრული სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს პლუს ამის გარდა მე ვფიქრობ რომ მას ცალკე დაფარვა უნდა ქონდეს მთლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არ გაატოლო იმისთვის რომ კონკურენციაში იყოს ამას აქვს სხვა დანიშნულება ეს უნდა გაითვალისწინოს განათლების სამინისტროს და აი ეს არის რასაც ბატონი თემური ამბობს სინერგეტიკული მიდგომა საქმისა მაშინ საქმე გაკეთდება სხვა შემთხვევაში არა ძალიან ბევრი რამ აქ ჩემთვისაც ახალი გაკეთა და ძალიან კარგია ბატონ გია მე თქვენს აი ამ ძალიან არგუმენტირებულ გამოსვლას მივესალმები უბრალოდ მე მინდა გითხრათ თუ ერთხელ ჩავიდეთ ქუთაისში და მე გაჩვენებთ როგორი შენობა გამოვისყიდე მე წარწმუნებული რო ქონდა და მივეცი გელათს აკადემიას ამიტომ ამის პრობლემა არ არის დღეს რომ გააკეთოს რომელიმე ამას პოლიტიკური ნება რომ იყოს თბილისში იქნება თუ იმერეთში თუ ზუგდიდში და სამეგრელოში და რაღაც და ასე შემდგომ ეს ამის გაკეთება ყველა შეუძლია თქვენ უდიდეს საქმეს აკეთებს და მე ამას ამ რანგის მეცნიერი ყავს რა თუნდა აგერ მე აგერ დავდივარ ამდენი ხანია რკინის ჯვარი რომ ქვია ყოველ ფერისვალებას ავდივარ ჩვენი იქ პირველი საუკუნის 30-40-იან წლებში ანდრია პირველწოდებულმა სვიმონ კანელმა და მათათამ რკინის ჯვარი აღმართეს საად აი ახლა ყველაზე კარგი დეტალი დღეს არის რომ ისინი ჩამოვიდნენ სპეციალურად აგრო მაშინაც კი არსებობდა ამის ისა კაცი ამას ასაბუთებს უნდა გიხაროდეს პითაგორასთან დაკავშირებით რაც უნდა გიხაროდეს დოკუმენტში დასაბუთებელი იგივე ამ ხორბალთან დაკავშირებით რაც თქვენ გააკეთეთ ახლა თქვენ იცით ბევრი რამ რაც ჩვენ შევძელით კიდე და ამ დღეებში ბატონმა ზურაბ კომსიაშვილმა და იმ გუნდმა მითხრეს კიდე რომ
ძალიან მოკლე პერიოდში ექნებათ პრეზენტაცია აი ხორბლის სუფთა პურის ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ რომ საქართველოში რომელიმე უნივერსიტეტის ბაზაზე უნდა შეიქმნას ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის გახანძლივების საერთაშორისო ცენტრი და ამაში ეს დიდი მეცნიერები ვინც არიან სპეციალისტები და ესენი იმიტომ რომ ამით ჩვენ გავხდებით არა და ამას საქართველოს ამის გაკეთება შეუძლია უდიდესი რამეებია ხალხო ადამიანად დღესაც დარწმუნდა ხორბლის დაკავშირებით თურქეთს ჰქონდა პრეტენზია და ჰქონდა ნამდვილი პრეტენზია თურქეთიც არის ერთ-ერთი მაგრამ აქ ძალიან ერთიანად უნდა ვიმუშაოთ მეცნიერმა კი ბატონო ეს რაც ახლა ფუტკრის ამბავი გარკვეულია კი ბატონო 5000 ამას კეთება უნდა რა თქმა უნდა ჩვენ მაგრამ ის პიროვნება ვინ ჩამოვიყვანეთ და იყო ჩვენთან აქ არ ვიცი იმ პერიოდში მოეწარი თუ არა და 50 ლარი როგის თაფლი ამათ წავიდნენ მეცნიერება ვახში ჟვანიამდე იყიდეს იქ 2 ლარს უაზლებდნენ ამათ 10 ლარი გადაუხადეს ჩამოიტანეს 15 ლარად გაყიდეს და ხალხი გაუცებული იყო ჩემს გაწვედინებ ეს თაფლი მე ვიცი ჩემი კოლეგიდან ლონდონში იყიდება 270 აგაშენა ღმერთმა ერთი ამხელა ჯურჯი შენ სურათიც მაქვს გადაღებული ამიტომ ამბობ რომ აი როცა ამის შესაძლებლობები ქვეყანას გააჩნია შეიძლება ამ მეცნიერს ხალხო დღეს აცილაპარაკ 1000 ლარი კონდეს ხელფასიო ადამიანურად მე თვითონ მწვენია თვალებში ვერ ხედავ 1200 ლარი შეიძლება კონდეს ამ მეცნიერს მაშინ როდესაც გეუბნებით რომ მე როცა მქონდა ამის საშუალება მაგალითოდ უარ რასაც ამბობდა პატრონი თუ ყავს ამ კაცს აი ნუ ეხლა დავჭი უპატრონო შენი პატრონი ამ გადაცემების და იმის გამო ერთი მინდა გითხრათ თქვენ ერთი უთხარით როდის არის თქვენი გადაცემები ტელევიზია ქართულით 4 შაბათს ყოველ 10 საათზე გადის ყოველ 10 საათზე საღამოს აი უყურეთ ბატონებო 4 შაბათობით ყოველ 10 საათზე აი მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას და აი ახლა ფიქრობთ ჩვენ და რაღაც ტელევიზიის ორგანიზაცია ეს უნდა იყოს ტელევიზია ტირე თავისუფალი აზრის სახლი აი ესეთი უნდა იყოს ბატონ თემურ ბატონ გია ახლა რამოდენიმე წუთი დარჩა და საქართველოს აი ჩვენი წინაპრე დიდი წინაპრებმა დავით აღმაშენებელ თამარ მეფემ აბწყინვალე გიორგი აშემდე ყველა მერე მეცნიერება მუსხელიშვილი ვეკვაჯი აშემდე იმისთვის იბრძოდნენ იმისთვის გაქონდა საქართველოს თქვათ სახელმწიფო და პიროვნული გენეტიკა რომ ნიჭიერი ხალხისა რომ ჩვენ ისეთი დრო მოვიყვანოთ რომ სადაც მეცნიერებს და ჩვენ რა თქმა უნდა არა ვართ ისე ვერ შევძლებთ რომ ყველა დარგში ვიყოთ ლიდერები სოფლიოში მაგრამ შევარჩიოთ ის კლასიკური დარგები რისი გამოცდილება სკოლები შემორჩა რომ ეს გავიტანოთ წინამდებ შემთხვევაში კი ბატონო სპორტი იქნება ეს ხინკალი იქნება მიწოდება ეს ძალიან კარგია მაგრამ ეს დამხმარე უნდა იყოს ბატონ გია თქვენ რა სიტყოდით კიდევ მოუწოდეთ ალბათ საზოგადოებას რომ მეცნიერებას ერთად სახელმწიფო აქ გამოჩა კიდევ რომ წერის სისტემა რომ გვაქვს ესეც იუნესკოს ქვეშ არის დიდი მადლობა ყველას და კარგად ბრძანდებოდით ნახვამდის